ერთხელ სახლის სახურავიდან წყალი წვეთავდა და ძალიან დიდი ხანი დაგვჭირდა იმის ძებნა, საიდან ჩამოდიოდა კონკრეტულად წყალი. შევცვალეთ სახურავი, შევცვალეთ უამრავი ნაწილი, საკმაოდ დიდი ხარჯები გავიღეთ, მაგრამ წყალი მაინც აგრძელებდა ჩამოსვლას, იმიტომ რომ იმ კონკრეტულ წერტილს ვერ მივაგენით, საიდანაც წვეთავდა წყალი. ძალიან ძნელია მოაგვარო პრობლემა, როდესაც ვერ ხედავ მის ფესვს. მე ფსალმუნი ამბობს მე-18 ფსალმოში, ვინ გააცნობიერებს თავის შეცდომებს, ანუ ვინ დაინახავს თავის შეცდომებს, გამწმინდე მე დაფარულთაგან. განზრახ ცოდვებისგან დაიფარე შენი მსახური, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე, მაშინ უმციკლო შევიქნები და თავს დავახწევ დიდ დანაშაულს. მე ფსალმუნემ იცოდა, რომ პრობლემა იყო ფარული ცოდვები, რომელსაც თავადაც ვერ ხედავდა და ამ ფარულ პრობლემას თუ დროზე არ მიეხედება, შეიძლება ამან გადაგზარდოს უკვე შეჩვეულ, განზრახ, დამკვიდრებულ, გამაგრებულ პრობლემებში, რომლის მოგვარებაც გაცილებით უფრო რთულია. იობის მაგალითი ხომ გახსოვთ, როდესაც იობს უჭირდა, ერთ-ერთი მისი პრობლემა ის იყო, რომ ვერ ხედავდა რა შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი თავისი ესოდენ განუზომელი ტკივილისა. ნახეთ რას ამბობს იგი. ნეტავ ვინმე მომისმენდეს 31 თავში. აჰა, ესაა ჩემი ნიშანი. ყოვლად ძმიერმა პასუხი გამცეს. ნეტავ საჩივრის წიგნი მომცა, ჩემი მოშუღლის ხელით ნაწერი. მაშინ ზურგით ვატარებდი მას, გვირგვინივით შემოვიხვევდი. როგორი მნიშვნელოვანია, მეგობრებო, ჩვენი მოშუღარის ხელით დაწერილი საჩივრის წიგნის ნახვა. მოშუღარი ამ შემთხვევაში არის კრიტიკოსი, ვინც ეძებს შენს პრობლემას, ვინც კრიჭაში გიდგას, ვინც მზად არის გაგაკრიტიკოს ყოველი შენი სისუსტისთვის, ყოველი შენი პრობლემისთვის და იობი ნატრულობს. ღმერთო ჩემო, ნეტავ წამაკითხა ასეთი წიგნი, ჩავიხედავდი რა არის ჩემი ბრალი, რა არის ჩემი დანაშაული, მივხვდებოდი რატომ მეწია ამ ხელა ტკივილი. ჩვენი სწრაფად აქეთ უნდა იყოს, მეგობრებო. ვეძიებდეთ დაფარულს. ვეძიებდეთ ღრმად ჩაფლულ პრობლემებს, გამოწვევებს, რომლებიც იწვევს ამდენ სირთულეს ჩვენს ცხოვრებაში. და როდესაც მათ აღმოვაჩენთ, ღმერთის იმედით შევძლებთ კიდეც მათგან განთავისუფლებას და ჩვენი პრობლემებიც მოგვარდება.